ტრაგედია ქარელში სოფელ ბრეთში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვლილი დღეს დილით საწოლში მამამ ნახა. იკოშვილების ახლობლები ამბობენ, რომ გარდაცვალებამდე ბავშვს რამდენიმე დღის განმავლობაში გრიპი და ტემპერატურა ჰქონდა. არსებული ინფორმაციით შემთხვევის დროს ბავშვის დედა ქარელის საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც პნევმონიის დიაგნოზით მისი მეორე შვილი 4 წლის ბიჭია მოთავსებული. მომხდარ შინაგან საქმეთა სამინისტრო სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით იძიებს. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში გარდაცვლილი ბავშვის ხედარი გორის პროექტურაში გადმოასვენეს. სწორედ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა გახდა 2 წლამდე ასაკის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი. ბავშვის მამა ამბობს, რომ საკუთარი შვილი გარდაცვლილი გამთენიისას ნახა. მისი თქმით, წინა დღით ბავშვს დაბალი სიცხე ჰქონდა და ახველებდა. გამეჩეთაინცინა. დიეთო გავიღოძე უკვე დაცვლილია. გუში ქოდა 37. Եկած։ Մի օր բիჭի ցտայս, պիտեպսան թեբავს։ Դայք օդեդամիսի դա բავშვი չեմ տայ։ Համչուտեն ძიდა։ ძალიან ჯამთველი ბავშვი იყო, ექიმთანაც კი არა ყოფილა ჯერ. არ ვიცი რა, ეხლაც შოკში ვარ რა მოხდა, არ ვიცი. ხელის დააძინეს და დილის 6 საათზე ნახეს და გარდაცვლილი იყო ბავშვი. გული გაუჩერდა, რავი, ყუნჩხები დაემართვა, ისე ახველებდა და გრიპი ჰქონდა ამ ბოლო დროს. ეთყობა ვირუსის ბრალია. დარბოდა არაფერი არ ეთყობოდა ბავშვს, დარბოდა, თამაშობდა და არ ვიცი რა მოხდა, არ ვიცი. ეხლა 2 ბავშვი აქ ვიწევს. კურნალობას გადიან. დილით რომ ნახეთ, უშე კაკნული იყო და ხან მასაჟი გავაკეთე, ხან ისა და უშე გული აღარ მუშაობდა. და გაწრებული იყო. მე დაუდეხე სასაფოსა და ქვიანი იყო უშე. აბა რამე. ერას მოხდებოდა მაგას. დამაშობდა, ჭამდა, ყველაფერი, даже დაიკიბიდან ეს ეკიბიდან ჩამოვიდა თავისი ფეხებით. ოდა ყველაფერი კარგი იყო და დაიძინა ბავშვი და ვეღარ გაიუდა. ფილტვე სანტები იყო და ვერ გავიგეთ. აბა რა ნახა გიწეს ეგა ჩვენ ყველაფერი და უმპროსი ბიჭი კიდე იმაში ძებს. სამოთყოფოში მას ფილტვე სანტები რა კარგად არის. შემთხვევის დროს ბავშვის დედა ქარელის საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც პნევმონიის დიაგნოზით მისი მეორე შვილი 4 წლის ბიჭია მოთავსებული. ბავშვის მდგომარეობა ექიმის თქმით სტაბილურია. შემდეგ 10 საათზე და 53 წუთზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა იკოშვილი მარიამი 2 წლის და 9 თვის, ცხოვრები ქარელის რაიონის სოფელ ბრეთში. ბინაზე აღენიშნა ბავშვს მაღალი ტემპერატურა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის გადმოცემით 39 ჰქონდა ტემპერატურა დაფიქსირებული, ყველა სუნთქვის გახშირება და მოხდა ამ ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. ჩვენთან შემოსვლისას ბავშვის ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები, სისხლის საერთო ანალიზი, ცერიაქტიული ცილის განსაზღვრა. მომხდარ შინაგან საქმეთა სამინისტრო 116 მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი კი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.